მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჩემთვის შინაური დარბაზი. თამაში, რომელიც მე ძალიან მიყვარს და ფინალი. ფინალი იმ თამაშისა, რომელმაც გაზარდა ძალიან ბევრი თაობა 30 წლის მანძილზე და ვინც კი თამაშობდა ამ თამაშს, ან დღესაც თამაშობს, დამერწმუნება, რომ ეს არ არის მარტო თამაში, ეს არის ჩვენი ცხოვრების სტილი. მაშასე გაზაფხულის სეზონი, ფინალი, ჩვენ თამაშობთ ქართულ ლიგას. დიახ, დღეს გახლავთ ფინალი და ფინალში ყავს 5 გუნდი. ნება მიმოზე წარმოგიდგინოთ ეს გუნდები. მაშასე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი სოხუმარები. ქუთაისის გუნდი იშვიათი იმერლები. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ზურგის ქარი. ქართული უნივერსიტეტის გუნდი სანგუ. და წინა სეზონის ჩემპიონი თბილისის გუნდი 10 ქულა. ყავს 5 გუნდი, ხედავთ რომ ამ შემთხვევაში ჟიურის ადგილებიც არიელია. ამ გუნდებს კი გავუხარდებოდათ რა არ გავავსოთ ეს ადგილი, მაგრამ არ გამოვა. იმიტომ რომ უნდა გამოირკვეს ჩემპიონი, ნება მიმოზე წარმოგიდგენ ჟიურის წევრები. თავისივე სახელობის ღამის შოუს წამყვანი გიორგი გაბუნია. იუმორისტი და ასევე ქართული ლიგის დიდი გულშემატკივარი ლევენიკა გოგორილიანი, იგივე ფაქო. ტელე და მუსიკალური პროდიუსერი ზვიად ბლიაძე. იუმორისტი და ქართული ლიგის დიდი გულშემატკივარი ამიკო ჩოხარაძე. მომღერალი და ტელეწამყვანი უმშვენიერესი ბალბი კირკიდაძე. იუმორისტი და ქართული ლიგის ორგანიზატორი ჯიმი აბესაძე. გუნდების წარგიგინეთ, ჟიურის წევრები უკვე გაიცანით. გუნდებს გისურვებთ წარმატებას, შეგიძლიათ მოემზადოთ პირველი კონკურსისათვის მიბრძან კულისებში. მე კიდე ნება მიმოზეთ მადლობები გარავიხადო. მაშასე მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და მის რექტორს ბატონ ირაკლი ნატროშვილს გაწეული დახმარებისათვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ზურაბ ხონელიძეს. პირველი კონკურსი არის იუმორისტული ნომერი. მაქსიმალური შეფასება არის 10, ეს უკვე ჟიურის წევრებისთვის. პირველი თქვენს წინაშე წარსდგება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი სოხუმარები. გთხოვთ. როგორია აბა? აბა. 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 ყაბა. აბა. საბა. ყაბა. საბა დაბა. აბა. დაბა. აბა. ჯაბა. აბა. საბა. ჯანდაბა. როგორც მივხვდით თონეში დავიწყეთ მუშაობა. საბა, ეს რა არის? აბა. არ დაიწყო ახლა? ძვირფასო ჟიური თქვენთვის საჩუქრები გვაქვს სპეციალურად თქვენთვის დამზადებული ბარბის თოჯინები. ასტარბი. გარბი. სვარბი. ბაბი and ჯაბი. ჯაბი მოყვება საჩუქრად. ჩოხარბი. და სპეციალურად ბაკოსთვის. Tupac! გუნდის სოხუმარები წარმოგიდგენ
ხახვის და კარტოფილის ქორწილი. თაფლობის თვე ტაფაზე. მატარი. ყურებზე არავის დამაჭრა. აუ რა არის რა ფინალია და ხახვი ვარ. მე კარტოფილი უგავარ. მე ვაფშე მწვადი ვარ, მე შამფური ვარ. მეც ეგ მადარდებს მაო ზუსტად რა. როლებზე თქვენ როგორ წუწუ სინდისიც კაი მაიმუნია რა. და ხო, ბოლოში რა გვინდოდა რო გეთქვა და ამით აგვესრულებია. ბიჭო, როდოს დასრულება ფოტოების კამი სიმღერა? რას მიყვირი ხარ ბიჭო, შენ? ჩემი რა გუნჯი არ არის კაცი. მე უთხარი რა. მე ბანანი ვარ ვიმეორე. ეს თუ ბანანია კარტოფილმა მე კარტოფილი ვარ მე რა რაში გეტებს საერთოდ წანი და თუ არაფერი შეგიძლია რა საერთოდ რა. და ბოლოს, ჩვენი გამოსვლა გვინდა დავასრულოთ გიორგი გაბუნიას გენიალური სიტყვებით. სოხუმარები ყველაზე მოწესრიგებული გუნდია. კარგით რა. 20 წლის წინათ მასანკანში ასე არავინ ჩხუბობდა. 20 წლის წინათ ეს გოგონა იჯდა სკოლის მერხთან. 20 წლის წინათ იდგა და ხუმრობდა ბიჭებთან ერთად. 20 წლის წინათ ელექტრიკობა უნდოდა მაშინ. 20 წლის წინათ ჯიმი იმ დროსაც არ იყო ბავშვი. 20 წლის წინათ ჯერ არ ვიყავი პარლამენტარი. 20 წლის წინათ ყველა ჩვენგანი ასე ვიყავი. ჩვენ გეტყვით რომ ისე გვიყარხართ როგორც უწინ და ნუ ვერ გაგვირვებთ ჩვენი ცრემლები. ეს თემა გვახსოვს ისე როგორც გუშინ ისე ხარ სულ არ ბერდები. თქვენ წინაშე იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი სოხუმარები. მადლობთ ეს გახლავთ გუნდი სოხუმარები. სოხუმარები გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს და სტუდენტურ თვითმმართველობას. მადლობა მათ. თქვენს წინაშე კი წარდგება მეორე ჩვენი მონაწილე ქუთაისის გუნდი იშვიათი იმერლები. გთხოვთ. ტაში ერთად გავიხაროთ ყველა ჩვენ ქართული ლიგის შემყურე ვერ მოიწევდეთ ახეთ. ტაში ერთად გავიხაროთ ყველა ჩვენ უდავასე ერთად ვიყოთ სადა აგროვ ყველავე. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, თქვენს წინაშეა გუნდი იშვიათი იმერლები. მეგობრებო, ჩვენი და თამაშის ურთიერთობა ძალიან გავს თანამედროვე შეყვარებული წყვილის ურთიერთობას. ნუ ცდით და თუ გამოგვივიდა რამე ხო კაი, თუ არა მეგობრები მაინც დავჩებით. ისა თამარ, მეათე რიგში რომ სიმპათიური ბიჭის იმას ხედავ? ვერა გოგო, ვერ ვხედავ, ცოტა ახლოს მითხარი ვინმე. მეექვსე რიგში რომ სიმპათიური ბიჭის ვერც იმას ვერ ხედავ? ვერც მაგას ვერ ხედავ, ლილე, ცოტა ახლოს მითხარი რა იყო? ისა და ნიკაზე რას ფიქრობ? ნიკაზე? მეათე რიგში როგორი ბიჭი იჯდა? გამარჯობა, ასტამა ბაბუა.
ახლა მე რეკავს ჩემი დამნიგებელი. გთხოვთ უპასუხეთ და რასაც გეტყვით გაიმეორეთ. გამარჯობა, მე თეკლა მშობელი ვარ. გამარჯობა, მე თეკლა მშობელი ვარ. თეკლა გაციებულია. თეკლა გაციებულია. და არ იქნება სკოლაში ერთი კვირა. არ იქნება სკოლაში ერთი კვირა. გაუთიშეთ. ასტამობა. ამ ხელა კაცი ხარ და არ გწხვენიათ ამ ხელა ტყუილებს რომ ამბო? ვერავინ ვერ გაკითხავს ქალზე კარგად სოლიდარობას. მოდი ვნახოთ შემთხვევა ქუჩაში. ისა უკაცრავად სალაპარაკო გააქვთ? კი, არაა პრობლემა. ლუკა, მე შენგან მაქსაქციელი არ მეკუთვნოდა. თელი გულით მიყვარდი. შეკიდე ატექი და მიმატოვე, სხვაში განცვალე. შენი ხმის გაგონებაც არ მინდა, მე ხომ მიყვარდი. ჰალო, შეუსვიდისო, გადაშენით ერთეს რა ქვია? მოდით ვნახოთ შემთხვევა ობშკვითის სკოლაში. რა შოვით ვიჯვაკანე? რა შოვით? არაფერს, მა. სიგანეს ხო არ ეწევით? არა. შენ ხო არ ეწევით? არა, მა. შენ ხო არ ეწევით? არა, მას. მოკლედ ვისგიდა, რომ გამოვართ ეს სიგარეტი. ბიჭო, ამას შენ ეწევა? კი. ხო და ხვალ მშობელთან ერთად, გეიგე? ო, ასაგებია. ობშკვითელ ქილერს შეუკვეთეს თავისივე მეუღლის მკვლელობა. ალო, მოკლავ გოგო, შეულები მოკლავ თქვა. არ გაგყვათა. და ბოლოს ჩვენ გამოსვლას დავასრულებთ ქუთაისელი ფილოსოფოსის სიტყვებით. ფილოსოფია მეისტრი, ჯერ ოჯახი დამალოციეთ. ამლიგაზე ქუთაისის უყოვებთვის ვართ. ვიხოტები ტაშის მაზეს უყველა ერთად. ჩვენი ხუმრებს თქვენი წინე ძალიან მაყრა. ღიარულად ესამებით ბრალ. ეს ქართული ლიგა ბამ-ბამ-ბამ-ბამ. იშვიათი მერები ბამ-ბამ-ბამ-ბამ. შემდეგში გავახდელებ, გახარებ, გაცინებ და ისევ გახალისებ. გვერდ წინაშე იყო გუნდი იშვიათი იმერლები! მადლობთ ეს გახლავთ გუნდი იშვიათი იმერლები. გუნდი იშვიათი იმერლები გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის ქუთაისის მერიას და მერის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ დავით ერემეიშვილს. ეხლა კი ჩვენი მესამე მონაწილე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ზურგის ქარი. გთხოვთ. ნახევარფინალის შემდეგ ჟიური ფინალში გადაგვიყვანა. აუ, ამათმა ხო დაგვტანჯეს. აბარა. ვის ვეთამაშებით? 10 ქულას. 10 ქულა? ოჰო, დაუწერიათ უკვე ქულები თავისთვის. გააგრძელე, კიდევ ვის ვეთამაშებით? სანგუ, სოხუმარები, იშვიათი იმერლები. აჰა, ესე იგი მაგათ ვეთამაშებით და მაქედან ვინ გვეთამაშება? ყველა გვეთამაშება, იმიტომ რომ ფინალია დღეს. დღეს ისეთი მაგარი დღეა, ჯიმი და ბაბიც გაერთიანდნენ. ფაქო არ გვიცნობს ჩვენ ვართ ბესეუ. ეგ ხო თქვა ასტამამ. რა ვიცი მე ენდობა თუ არა ფაქო ასტამას.
ვერაფრით ვერ ხვდები ზვიოს საყვარელი გუნდი რატო ვართ? აუ რა მეზარება ახლა ღამის შოუში თუ მატაკა? კულისებში რომ ვიყავი თითივიტკინე. ფინალია დაიკიდე რა. ქორწილამდე გაგივლის. ვერ ვიყიდებ, ძალიან მტკივა. გაგია რა. კი, გამიარა. დღეს მალე მოხვალ? მეგობრებთან ერთად ვარ და მე დაგირეკავ. ჩვენ მოსაგებად არ ვიბრძვით. თავარია ფინალიდან გადავიდეთ. ვიცი ახლა თამაში დამთავრდება. მივა გაბუნია სახლში და იტყვის: აუ რა დავიღალეო? რამ დაგღალა? მთელი დღეა ზიხარ იცინი, ქულებს წერ. თვითონაც არ ანგარიშობს, ვიღას გოგოზის და ისითვლის ხოლმე. ახლა კი ჯიმის სცენაზე. მე რამდენჯერ უნდა გაგაბათ ამ ახეში. ყველას ჯიმი აბესაძე რო გონიათ და ჯიმი ჯორბენაძე რო შემოდის. ხო მართლა, რა უნდა მეკითხა ირაკლი? ირაკლის სახელი აქვს. რა გქვია? ირაკლი. ირაკლი? ო. ბარსელონას ლეგენდებისა და საქართველოს ლეგენდების მარცხზე ხომ არ ყოფილხარ? კი ვიყავი და დავინახე რონალდინიო კალაძეს ელაპარაკებოდა. რაო, რა შეუბნებოდა? Guste muito da estrada, que ele gás reabilitadas o aqui saburtalo. ანუ ძალიან მომეწონა რეაბილიტირებული ვაკეს საბურთალოს დამაკავშირებელი გზა. აბარა გონი ორსულად ვარ. გონიზე ვერ ვიქნებით. აქ სერიოზული ხალხია ჩარეული. ზვიოს ყოფილი გუნდი თესეუ გავაგდეთ. გაბუნიას ყოფილი გუნდი შერეკელი გავაგდეთ. ასტამას ყოფილი გუნდი კაზანოსტრა გავაგდეთ. ვის ეტაკებით, რო ეტაკებით? ხო ხედავთ ვთქვნით ყველაფერს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გაბუს მიმართო. გაბუ, ჩვენ თუ ვერ მოვიგეთ, გთხოვ, სხვა გუნდსაც არ მოაგებინო. ჩვენ გამოსვლას დავასრულეთ ბებია ჩემის, ამ ბაბუა ჩემის სიტყვებით. არ მახსოვს რომელმა მითხრა. მიყვარხარ ბებია. ჩვენს წინაშე იყო გუნდი ზურგის ქარი. აბარა
დიდი მადლობა, ეს გახლავთ გუნდი ზურგის ქარი. ზურგის ქარი გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. შემდეგი ჩვენი მონაწილე დებიუტანტი გუნდია სანგუ. ხოთ. სენაზე კლავ გამოვდივართ ჩვენ ხომ სანგუს ბავშვები ვართ ტაშის ხმაზე გამოვდივართ სანგუს მარგალიტები ვართ ველოდით ყველა ამ დღეს მოვედით და გავიმარჯვებთ ჩვენ მოვედით ფინალში ვართ თქვენი ფავორიტები ვართ გამარჯვება გვიხმობს ყველა ჩვენგან სცენაზე გაბუზიო ასთან გაგვახარეთ ჩვენ აქ დღეს გაიღიმეთ ყველა სანგუ არის სცენაზე მოგესალმებათ ქართული უნივერსიტეტის გუნდი სანგუ ასეა, კარგი გუნდები ყოველთვის ფინალში გადადიან, რადგან ღმერთი მაღლიდან იყურება, ჟიური კი დაბლიდან. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენმა გუნდმა ისე მაგრად ითამაშა ნახევარფინალში, რომ გავაგდეთ. ჭიათურა, ქუთაისი, ხარაგაული, ჯიმი და ბაბი. ხომართლა ნინი, შენ ქართული ლიგა უფრო მოგწონს თუ ქართული ლუდი? რთული შეკითხვა. რა თქმა უნდა, ქართული ლიგა. ასტამ, ბალღობიდან გიყურებ ჯო და შენი ფანი ვარ, სულ მინდოდა შენ ტრიბუნათან მოვსულიყავი და ეს გამეკეთებინა. ნინი! ფინალია, დღეს მაინც შეიკავე თავი. მხოლოდ ერთი ჭიქით დამალოცინეთ ქართული ლიგა. იცოდე, მხოლოდ ერთი ჭიქით. ამ პატარა ჭიქით ქართულ ლიგაი გაუმარჯვე. მე ვერ დავლებ, ამიტომ მხოლოდ ჭიქას ვაკოცებ. მეგობრებო, გაბუნიამ ნახევარფინალში 10 ქულის ნაცვლად 9 ქულა აგვიწია. გიორგი, შენ თუ ვერ მოიგე ფინალი, ჩვენ მაინც მოგვაგებინე. თუმცა ჩვენ გულში წენას არასდროს არ ვიდებთ. ხუთშაბათს 10-ის ნახევარზე უყურეთ ზურამანჯავიძის შოუს. მოდი გადავიდეთ სიტუაციებზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხუმრობები ხალხში მაგრა წაიღებს. და რომ არ წაიღოს? უნდა წააღებინო. ახლა კი ცხოვრებისეული მორალი. თავიდან ხართ 6 და ქალი, შემდეგ 5, შემდეგ 4, შემდეგ 3, შემდეგ 2 და ბოლოს 1. ცხოვრება დედა აფეთქებულია. სკოლის ცეკვის წრეზე ძალიან მარტივია მივხვდეთ თუ რომელია დირექტორის შვილი. რა არის ეს რასაშინელი მოძრაობები გაქვთ? თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. ხო შეგიძლიათ უფრო მეტი მოიგონოთ? თუმცა ეს ყველას არ ეხება. სამშაბათს ყველა მშობელი იყოს აქ? 4 შაბათს. 4 შაბათს! მოდით ვნახოთ მთვრალი კაცი ქუჩაში. აუ რატანი აქ?
დარაბუტკუნა ლოყები და ბოლოს შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ წმინდა ანდრია პიროწოდებული სახელობის ქართული უნივერსიტეტიდან და თუ ჩვენი გუნდი ამ თამაშს მოიგებს, მე უკეთ ვისწავლე. მე აღარ დავლევ. მე სიგარეტს აღარ მოვწევ. მე გვიან აღარ შევჭამ. ძვირფასო ჟიური, გთხოვთ, უფლის გზაზე მიმავალ ახალგაზრდობას ცხოვრებას ნუ აგვირევთ. თქვენ წინაშე იყო ქართული უნივერსიტეტის გუნდი სანგუ! ქართული უნივერსიტეტის გუნდის სანგუ გაწეული დახმარების მადლობას უხდის უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ირაკლი ბრაჭულს, ამავე უნივერსიტეტის კანცლერს ბატონ თამაზ ვაჩაძეს და უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას. და ჩვენი პირველი კონკურსის ბოლო მონაწილე, წინა სეზონის ჩემპიონი, თბილისის გუნდი ათიქულა. ხო. მოგესალმებით ძვირფასო, ქალბატონებო და ბატონებო. დღეს ფინალია და იმედია ჩემი გუნდი მოიგებს. თან ყვარასორი გოლი მიწერია. Nostalgie on se ressemble ახლა დავჯდები, რადგან ცოტა ფეხსაცმელი მიჭერს. თქვენ კიდე მიესალმეთ. ჯერ კიდევ ჩემპიონი გუნდი ათიქულა. მოგესალმებათ ჩემპიონი გუნდი ათიქულა. სპარტა გაუმხილოთ ბიჭებს. გაუმხილოთ, რაც არის. მოკლედ ბიჭებო, წინაზე მოგებული ფულით მე და მაჩვი მივდივართ გუნდიდან. რა, გუნდიდან მიდიხართ, არ არსებობს. კაპიტანი ვინ იქნება? აი, მოილაპარაკეთ თქვენში რომელიმე უნდა იყო. მე ვარ კაპიტანი, მე. აი, მოკლედ რახან გადავწყვიტე რომ კაპიტანი ვარ, გადავიდეთ მინიატურებზე. საღოლცო. გუშინ ნამცხვარი გამოვაცხე. ისეთი გემო აქვს, ციტებს ჩააყოლებთ, რომ ნამცხვრის გემო გადაფაროს. ნახოთ სიტუაცია რესტორანში. Oggiungono fanno cianchi da tiro, sandana fona cade puntaki fare, sono fatto giunti capera, sono capo cianca di canalore. ეს სიმღერა არ გვაქვს. ის მეორე? Perché? Non c'è un'altra donna? არა, ამ ყველაფრით ძალიან დავიღალე. ისე რა მაგის პასუხია და აჯობებს დავიშვენო. პრინციპში მაგის პასუხია. ნახოთ რატო ვერ გადაიღებენ ჰოლივუდურ ფილმს საქართველოში, სიტუაცია ნიუ-იორკის მეტროში. მიშველეთ მომდევენ! და სიტუაცია თბილისის მეტროში. მიშველეთ მომდევენ! შემდეგი სადგური სარაჯიში. მოდი, შემოთ. შენი გუში მივხვდი რომ სიმაღლის მეშინია, ამიტომ მორჩა, ანძაზე ცოცხალი თავით აღრავჯვრები. ნახოთ ქართველი კენგურუ. ვაიმე შვილო 40 წლის ხარ და ამოდი უკვე მაქედან ხო შეიძლება?
იმ დღეს ბიჭმა ფაეტონით გამასეინა. ჰუ, აი მესმის ადრენალინი და სიჩქარე. ნახოთ სიტუაცია პიკნიკზე. ვაიმე ძალიან კარგი საღამო გამოვიდა. ცოტა შევუდგოთ რა. ისეთი კარგი. ცოტა მალე დავწვეთ რა დღეს თორე რაღაცა. ნოხარი გაგიშდა სკული ცეცხლი დალია შეცეცხლი. საკვემ ხალომეს. სადურა და შეეტრია კარამში დროზე გამიგანს კუთხა გამიგანს. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. თქვენს წინაშე იყო ორგზის ჩემპიონი გუნდი 10 ქულა. დიდი მადლობა ჩემპიონ გუნდს. გუნდი 10 ქულა გაწეული დახმარებისთვის მადლობა სუხთის ერთმანეთს. ძალიან კარგი. კარგი, დასრულდა პირველი კონკურსი. ჟიურის ხო რომ შეუდგეს დაჯამებას და შეფასება დავიწყოთ. გუნდებს ხო სცენაზე. მოვემზადოთ ჩემდენი კონკურსისთვის. მაშასე, სოხუმის გუნდი სოხუმარები. 10, 9, 10, 9 10, 9 კი ბატონო. იშვიათი იმერლები. 9, 9, 8, 9, 9, 9. მადლობა. ბათუმის გუნდი ზურგის ქარი. 6-ვე 10 უმაღლესი. ქართული უნივერსიტეტის გუნდი სანგო. 9, 9, 8, 9, 9, 9. 10 ქულა. 10, 9, 9, 10, 10, 10. დიდი მადლობა. მაშასე პირველი კონკურსის შედეგები. იშვიათი იმერლები 53 ქულა. ქართული უნივერსიტეტის სანგო 53 ქულა. სოხუმარები 57 ქულა. თბილისი გუნდი 10 ქულა 58 ქულა და ზურგის ქარი 60 ქულა. ეხლა კი გადავდივართ შემდეგ კონკურსზე. ეს არის კითხვა-პასუხი. მოდით ესე დავარქოთ კითხვა-პასუხი წამყვანთან, ჩემთან. მე მაქვს აქ 5 კითხვა. თითოეულ მონაწილეს რიგრიგობით ხო გამოვიდეს, არჩიოს აქედან ერთ-ერთი, მივა, დასვავს კითხვას და შემდეგ განჩენი თავისი გუნდი ჩათვლით გასცემენ პასუხს. მე მგონია მარტივი დავალება, მაქსიმალური შეფასება მაინც ოიცოთ არის 9. ასე რომ, მოდი დავიწყოთ. მოდი 10 ქულა. მოდი ჩემთან, მოდი. ევატონო აირჩიე. მინდი და ეხა ხმამაღლა გამოთქმით, წაიკითხე. რას ისურვებდით? რას ისურვებდით? გაიმეორეთ კითხვა, იშვიათი იმერლები პასუხობენ. რას ისურვებდით? ასტამას გამოცდილებას, ზვიოს გამჭრიახობას, გაბუნიას შოუმენობას, ბაბის სილამაზეს, ჯიმის ვოკალს. ნუ ერთი ნაკლიკი უნდა გქონდეს ადამიანს. ივატონო გაიმეორეთ კითხვა, ზურგის ქარი ბათუმი პასუხობს. რას ისურვებდით? ფინალიდან გადასვლას. მადლობა. გაიმეორეთ კითხვა, სანგო პასუხობს. რას ისურვებდით? აი მე თასით დალევას. სოხუმარები პასუხობენ გაიმეორეთ კითხვა. რას ისურვებდით? ერთხელ სცენარში კაი როლი. ესეც კაი სურვილია. 10 ქულა თქვენ პასუხობთ გაიმეორეთ კითხვა. რას ისურვებდით? თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს. ივატონ, ეგ შეგიძლია წაიღო.
აი, შემდეგი სოხუმარების ოვენ კითხვას. ქართული ლიგის თამაშს ნიჭი ჭირდება? ბათუმი პასუხობს, გაიმეორე კითხვა. ქართული ლიგის თამაშს ნიჭი ჭირდება? რა თქმა უნდა, აქ ისე ვერ მოხვდები. ლოგიკურია. გაიმეორე კითხვა, ათიქულა პასუხობს. ქართული ლიგის თამაშს ნიჭი ჭირდება? არ ჭირდება რანაირი ნიჭი ქართული ლიგის თამაშს? გაიმეორე კითხვა, იშვიათი მელე პასუხობენ. ქართული ლიგის თამაშს ნიჭი ჭირდება? არა, ჯაბოვის ვერ უყურებთ. დიდი მადლობა. იშვიათები, მოდით ჩემთან. რომელიც მოგესურვებათ, კი ბატონო, მიბრძანდით დასვით კითხვა. ასტამა რომ ტერმინატორი იყოს, რა სიტყოდა ფილმის ბოლოს? ჯერ ტერმინატორი რატო ვარ? გაიმეორე კითხვა, ათიქულა პასუხობს. ასტამა რომ ტერმინატორი იყოს, რა იტყოდა ფილმის ბოლოს? ასტამა ვისტა ბეიბე. გაიმეორეთ კითხვა, გოგონას დაუთმეს. ბათუმი პასუხობს. ასტამა რომ ტერმინატორი იყოს, რა სიტყოდა ფილმის ბოლოს? აბარა. სოხუმარები პასუხობენ. გაიმეორეთ კითხვა. ასტამა რომ ტერმინატორი იყოს, რა სიტყოდა ფილმის ბოლოს? დადგა ჩემი დროც. მაგდენი მოზრობა თუ გავაკეთე კაია. იშვიათები თქვენ თვითონ ჩემზე აფერა გაქვთ. გაიმეორე კითხვა, იშვიათი იმერლები პასუხობენ. ასტამა რომ ტერმინატორი იყოს, რა სიტყოდა ფილმის ბოლოს? მორჩა ფილმი, ახლა კი შემდეგი კონკურსი. კი ბატონო, მადლობა. სანგო, მოდით, ნუ მიყურებთ ეგეთ თვალებით. კი ბატონო. ყურადღებით. როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს შეყვარებულ წყვილს? სანგო პასუხობს, გაიმეორეთ კითხვა. როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს შეყვარებულ წყვილს? ჩემი საყვარელი უჩა. ჩემი ლამაზი ქეთი. გაიმეორე კითხვა, ათიქულა პასუხობს. როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს შეყვარებულ წყვილს? ისეთი არა, როგორც მე და ანჟელას გვაქვს აშკარად. კარგით. იშვიათი მელე პასუხობენ, გაიმეორეთ კითხვა. როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს შეყვარებულ წყვილს? გამოდი. ასა მოდი არ მე. მორჩა, დიდი მადლობა. ბათუმი, მოდით, ერთი დარჩა და გინდა ესექენი, მაინც დასვათ კითხვა. კი ბატონო. ყურადღებით შეიძლება მოусმინეთ. ტიკტოკერების ბოლოს სიტყვები. გაიმეორეთ კითხვა, ათიქულა პასუხობს. ტიკტოკერების ბოლოს სიტყვები. ელეჰეკეტე, მეკეტეკე, ჩეკერეკეტეკეტე, ოლოჰომო ჩუჩუ, კალამატა, ნიკოტიკო. აბა, სანგუ. ტიკტოკერების ბოლოს სიტყვები. თითოლარი ჩამელიცხეთ, ნაპალეონს ვიყიდი. გაიმეორეთ კითხვა, სოხუმარები პასუხობენ. ტიკტოკერების ბოლოს სიტყვები. ვაიმე, მამა, ნუ გეჩინია. კი ბატონო და ბოლოს იშვიათი იმელები, გთხოვთ. ტიკტოკერების ბოლოს სიტყვები. ვაიმე ლომი. კარგი იყო, დიდი მადლობა. მადლობა გუნდებს, კითხვა პასუხის თამაშისთვის. ეხლა შეგიძლია მიბრძანდეთ კულისებში. შეგახსენებთ ჟიურის წევრებს, რომ მაქსიმალური ქულა არის 9 და გავყვეთ შეფასებას. სოხუმარები 9, 9, 8, 8, 9, 9. მადლობა. იშვიათი იმერლები 9, 9, 9, 8, 9, 9. ბათუმის გუნდი ზურგის ხარი
Sangu 8 და ბოლოს 10 ხულა 8 მადლობა. ეგიდევ სანამ გადავალ შემდეგ კონკურსზე, ბოლო კონკურსზე მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და მის რექტორს ბატონ ირაკლი ნადროშვილს გაწეული დახმარებისათვის და ასევე მადლობა მინდა გადავუხადო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ზურაბ ხონელიძეს გაწეული დახმარებისთვის. ესე იგი მომაწოდეს მეორე კონკურსის შედეგები. მაშინ ასე სანგუ 50 ხულა, სოხუმარები 52 ხულა, ზურგის ქარი 52 ხულა, იშვიათი იმერლები 53 ხულა და 10 ხულა 53 ხულა. დაკარგია ეს. ეხლა კი გადავიდეთ ჩვენი ფინალის ბოლო კონკურსზე, ეს არის მუსიკალური ნომერი. პირველი თქვენს წარდგება გუნდი 10 ხულა, გთხოვთ. 10 ხულა წარმოგიდგენთ მუსიკალურ ნომერს. სიტუაცია თბილისის ერთ-ერთ უბანში, გთხოვთ. აბა, დავიდა, გავინოვავიო. პირველ რიგში თავს გაგაცნობთ, ქართველები ვართ ვამაყობთ, ვინ უფრო მეცავს კამათობთ, ჩუმად ვაქცევ და არ ვამბობ. შენ არ გიქნი არა სამბობ. თუ კაცი ხარ ღვინოსთან უდალევ, ვისკის არახსნუც და კანიაკს. მოდი ერთად ბასტურ, წვადი შემძათავს ხერა შეგრჩება. თან თუ ლავაში დარჩა მოღრირა გემო ეკნება. მინდა შენი დასტურ, რომ წამოდგა სამიჯს სადღე გრძელო. უგულებელღო, კეიფამდე ფაცურ, ქალის უფრას და რომ დატრიალდება. 10 ჯიქი შენ ყველაფერი თავში დატრიალდება. მარტო ჩემი ფათურ, მაგრამ ადროს იმას თავით გივდება. აღარ მჭირდება საურა. საკეიფოდ მოვალ დღამის 4-ზე, იქიდან გამოვართ ისე 4-ზე. განსხვავებულებსაც ჩავიცლით, ჭიქებისთვის მერე მოვიცლით. თამადა სად არის? გია. თუ ვერ სვამდი, ასის ღამდი. შენ ყოფილ ხარ კაცი, რომ გამოვიდა ჩვენთან ჭიქააციე. ცოლის ტვინის რუა და საკვერდურები ვერცე გაციე. კაციტელი გახურ, თან უშაქროა ჩემთან წავედი. კარგად დაფიქრდით. ფაიზაღი დასტურ, ფაიზაღი დასტურ, ფაიზაღი დასტურ, ფაიზაღი დასტურ, ფაიზაღი დასტურ. სპორტულებზე გასტუმ, ქვენ მოწვდიანი ლაგის თუფლები. დამკველებო ქვენ ხუთილარისთვის გამზადეთ ჩუბლები. სპორტულებზე გასტუმ, ხუდი ღები დამუხლამდე ნასკები. ოხრაში კაცები. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, თქვენს წინაშე იყო თბილისის გუნდი 10 ხულა. მადლობთ მუსიკალური ნომრით, ეს იყო გუნდი 10 ხულა. შემდეგი ჩვენი მონაწილე ქართული უნივერსიტეტის გუნდი სანგუ. მუსიკალური ნომრით, გთხოვთ. მოგეხსენებათ, აბიტურიენტისთვის ყველაზე რთული პროფესიის არჩევაა. ჩვენი მუსიკალური ნომერიც სწორედ ამ თემას ეხება. სკოლა მალე დამთავრდება, მე უნდა ჩავაბარო. ბედნიერი სტუდენტობა, ფიქრობ სად გავატარო. ბავშვობაში ვოცნებობდი, მე კოსმონავტობაზე. ნეტავ რატომ შემიყვანა, მამამ ჭიდაობაზე. მე არ ვიცი, სად ჩავაბარო და მეხმარეთ, გთხოვთ თქვენ თუ იცით.
გავხდე ექიმი პედაგოგიც კერავიც საჩავაბარო დამეხმარეთ რა თქვენ თუ იცით ბაბუ ექიმი გამოდი სამკურნალო ვარ ყველა ვეტერინარობას გირჩევთ რო ხამშეწყვიტა წველა უნდა გახდე შენ ბანკირი ბევრი ფული გვექნება დიზაინერი გახდი ჩვენ კარგი ჩაცმა ვჭირდება აღარ ვიცი საჩავაბარო დამეხმარეთ თქოთ თქვენ თუ იცით მოусმინე მე ყველას მეზობელსაც და სხვებსაც მაინც არ ვიცი საჩავაბარო აღარ ვიცი მან არ იცის ვექილი გახდეს ბიზნესმენი თუ ვიზაჟისტი თავარია დიპლომი მოიტანოს მანსახში და სადაც უნდა იქ ჩააბაროს სულ აღჩივი ექიმი ნემსი ბიზნესი ფული სტილისტი თმები დიჯეი კლუბი ბანკირი სესხი დანტისტი კბილი რა ავარჩიო ხატვარი ფუნჯი მოდელი რუჯი ვიზაჟი ტუჩი მჭედელი თუჯი ძარცველი ძარცვა გარემოს დაცვა რა ავარჩიო გონიცის არც ექიმობა არც დანტისტობა არც არტისტი მასაც გამოცდა უწევს და არც ტანჯვაწამება მან გადაწყვიტა მან მოიფიქრა უკვე იცის იფიქრა ბევრი და გადაწყვიტა ზუსტად იცის ვუსმინე ყველას დედას თუ მამას ბიძას ბიცოლას ბებოს და პაპას მე გადავწყვიტე რომ გავთხოვდები ზუსტად ვიცი მადლობთ ეს იყო მუსიკალური ნომრით ქართული უნივერსიტეტის გუნდი სანგო შემდეგი თქვენს წინაშე წარდგება მუსიკალური ნომრით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ზურგის ქარი თხოვთ მუსიკალური კონკურსი თუ იქნებოდა თავიდანვე რო გწოდნოდა არ მივიღებდით მონაწილეობას მაგრამ რადგან არიშლით წარმოგიდგენთ ჩვენს შეძლების დაგვარად მუსიკალურ ნომერს მედანინის ქორწილი გვაქვს და გვინდა ყველა დაგპატიჟოთ ქორწილი გვაქვს მედანინის 3000 ლარადა ზვიო ხომ მოგვაგებინე გამოგიტარას მოიტანს ზვიო კიდევ დისკოსა ფაკოცა მოიღებს დიდგოშს ხაჭაპურს დამჟავოსა შავია რა ჯიმინუ გაგუწირავ ნუ იმღერებ ღმერთის არაგწამს აბარა ასტამა იქნება სუფრის თამადა გონი ყველაფერი კარგად ჩაივლის ჩუმა ჯიმის სენაზე თუ არავა ზვიო გვაძლევს გარანტიას არავა ქორწილიდან ჩუმად გავიპარებით მედანინის საქმე გვაქვს პატარა ამიკოსაც უთხრათ მინი აიკლეს თელ ბათუმსა თუ ქაზიმსაც წამოიყვან დიშკენ მიშმიშ ბემბუმსა ბავისენში დავსვამ და ამშვენებს სუფრის გულსა
პატარძალი გეტყვის მერე სადისვრის დაიგუსა აბარა 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 ნეტო როდის გნახავ პატარძალა შენ თუ ჯიმი ჯორბენაძე საირჩევ კარგი ბიჭია შეხედე ტანადა აბარა 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 ასტამა იქნება სუფრის თამადა გონი ყველაფერი კარგად ჩაივლის ჩუმად ჯიმი სენაზე თუ არავა ცეკვავსიძე დედოფალი თამადა ზუსტად ასეთ ქორწილს გადავიხდით თუ მოვიგეთ 3000 ლარადა ძვირფასო ჟიური, ნუ შეგვიფასე მუსიკალურ ნომერს. ჩვენი მეფე პატარძალი შეგვიფასეთ. ანდაც მუსიკალური ჯობია. მადლობთ, ეს გახლავთ გუნდი ზურგის ქარი თავისი მუსიკალური ნომრით. კიდევ ერთი ჩვენი მონაწილე ქუთაისის გუნდი იშვიათი იმერლები მუსიკალური ნომრით. მოდით ნახოთ იშვიათი იმერლების ცეკვის ანსამბლი. ხა დაიწყეთ ბავშვო მოვადე. ვაუ, მოვადა და იწყებს ახლა. თვის ბოლოს კონცერტი რო გვაქვს რა ვქნათ მაგაზე? ვა, მევიდა. გამარჯობა ბავშვო. გამარჯობა მას. დღეს გვექნება ახალი ილეთების შესწავლა. მას, ისე თქვენ კარგად ცეკვავდით? დალევას რა უთხარით ვარა, ისევ ცეკვავდი იმას ახლა სუხიშვილები კი არა ლეჟავები უნდა ქვიოდეს. აბა, ახალი ილეთებს ვიწყებთ. მუსიკა! შევასწავლი მოძრაობებს, იმერეთში გაიგითხეთ პროფესორი ცეკვად თამაში. სცენაზე ცეკვანთებდი და შემდეგ ამცეცლებთ ვებოდი შეშარო მარიყოს ლამთარში. ბაბის მე ვასწავლე რუმბა, როცა გამარჯვება სურდა არ გეგონოთ რომ ვეფერი ვარ. გაბუჩემთან დადიო და პროფესიონალიო და მოტეხილი ჩემ თქოები ვარ. ცეკვაზე კარგი არ არსებობს მეორე, მე გავაკეთებ შენ გაიმეორე. მოძრაობები უკან, შემდეგ წინ დავერდით, მუსიკალურ ნომერს შეგისრულებ ცეკვით, მუსიკალურ ნომერს შეგისრულებ ცეკვით. რა ცეკვავ, კაცო რა, ასე არ უნდა ეს. აბა! გაიგეთ! ვისი მოცეკვავე შენ ხარ 10 წელი დავდივარ და ძლივს ვისწავლეთ 3 ილეთი. ბედი არა საჭირო. ეხელ კონცერტზე ვიცეკვეთ და სიგელების მაგივრად დაგვირიგეს თეთრი ბილეთი. აი ეს მუხზე იცით რეალები, სცენაზე რო ზრიალები, დარბაზში სულ ყველა გასივდა. ქორწილში როცა ვიყავი, შენი ცეკვა ვიცეკვე და პატარძალი სიძეს დავსიზდა. ცეკვაზე კარგი არ არსებობს მეორე, მე გავაკეთებ შენ გაიმეორე. სულ ყველა სირთულე ერთად გადავნახოთ, რა ვისწავლეთ მოდით, ხალხსაც რომ ვანახოთ. საბაჯაივი და სომხური შალახო. 1 2 3 4 1
ცეკვით ცეკვაზე კარგი არ არსებობს მეორე მეგავაკეთებ შენ გაიმეორე იშვიათებს მუდამ კარგი ხუმრობები გვაქვს ქართული ლიგის თასი ცეკვა ცეკვით მიგვაქვს ქართული ლიგის თასი ცეკვა ცეკვით მიგვაქვს მადლობა, ეს იყო გუნდი იშვიათი იმელები თავისი მუსიკალური ნომრით და ჩვენი ფინალური შეხვედრის ბოლო კონკურსის ბოლო მონაწილე მუსიკალური ნომრით სოხუმარები. ხო. გუნდის სოხუმარები ფინალამდე მოვიდნენ ფიქრით, იუმორით, ფანტაზიით და რა თქმა უნდა სიყვარულით. ნახოთ რა სიზამენ საფინალო რაუნდში. ბევრი ვიფიქრეთ რა დაგვერქვა ჩვენი გუნდისთვის. სახელს რა მნიშვნელობა აქვს? თავარია სიყვარული. რადგან სოხუმარები ვართ, სოხუმარების Street Boys გონი კაია. ფანტაზიაც ასეთი უნდა, შემოგელე. სოხუმარები Street Boys. სოხუმარები Street Boys. ფიქრისას გავწვევი სიგრძეზე. გაწვევი თორე სცენა არ გადაკეთო ახლა შენს. მეც მიუწვევი მას გვერდზე. ჩართო ფანტაზია, ბიჭმა, მალავდეთ. მოდი აბა ჩვენს დავწვეთ. არ დაგრილოთ, ბიჭებო. ფანტაზიას მივენდეთ. გვაქვს. ეს სიყვარულია. ძმური, ხუმრობაზე ფიქრი, გუნდური, მობილიზება. სრული რისილიზება? ყველას ერთად გავაცინებ თუ მოვინდომებ. მოგუები მოვიდნენ. მიდი, აბა გვაჩვენე რა ბიჭი ხარ. მიდი, ბიჭი. თან იფიქრე რა უნდა უთხრა. ფანტაზია ჩერდე, ფანტაზია. ანეკდოტი მოყევი. უბედური ენა გამას. აცი შევიდე სახინკლეში. აუ ეგ ძველია, რამე ახალი. გავისეინოთ ამ საღამოს. აუ ენერგია არ იგრძნობა. თუ არც იუმორი გაქვთ, არც ფანტაზია, ფიქრიც არ შეგიძლია. ახლა მარტო სიყვარულით პლატონსაც ქეუყარდა ის ქალი. სოხუმარები Street Boys. სოხუმარები Street Boys. სოხუმარები ელიავა Street Boys. რავა დაიკარგეთ, ბიჭო. გვახსოვს ამათი ვოისი. ჯექსონები ვიდრე დაიშალეთ. თქვენ ხართ ჩვენი ბავშვობა. იმენა მე ვასებით რა. ველური ჰოდა გართობა. კაი იყო. ჩვენ ყველა გვაწავდით. თქვენ და თქვენ განსწავლობდით. ჩვენ და ალბათ სახეზეა ეს. თუ ვერ გაგაცინეთ დღეს ელიავას დაბრალდეს. რა დავიძვრინეთ, სავე? მიდი ერთი ჟიურის ფიქრები რო გითხრა რა. გაბუჭედავს ჩვენ წესრიგზე. ბიჭო, ზვიო რას ფიქრობს? ყველაფერი არის ორიგზე. და ბაბიტამ რაო? სულ გავგიჟდი მეო თქვენზე. ძალიან კაი, ელიავას ბიჭები? ფაქო ამიკოც ფიქრობ ჩვენზე. ჯიგრები. და ჯიმი, ერთი წუთი? ახლავე, არ მოდის შემამდე. ნეტა რას ფიქრობ ჯიმი? არ მოდის. ჯიმი არაფერზე არ ფიქრობ. სოხუმარები Street Boys. სოხუმარები Street Boys. სოხუმარები Street Boys. სოხუმარები Street Boys. ასე დასრულდა ჩვენი ბოლო კონკურსი და დასრულდა ფინალიც. გუნდებს თხოვს სცენაზე. ჟიურის კი შევახსენებთ, რომ ბოლო კონკურსის მუსიკალური ნომრის მაქსიმალური შეფასება არის 10 ქულა და ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ აქ ესე გეტყვით, რომ ეს დიდი თასი არის ჩემპიონის, ხოლო ეს ოდნავ პატარები არის საუკეთესო მოთამაშე გოგო და საუკეთესო მოთამაშე ბიჭი.
ეს ორი თქვენი გადასაწყვეტი და მესამეც რა თქმა უნდა თუ ვინ მოიგებს და ვინ აიღებს ამ პატარა თასებს. კარგი, შევაფასოთ ერთ სიმღერის კონკურსი, მაქსიმალური ქულა არის 10, გუნდი თბილისი 10 ქულა. 9. ქართული უნივერსიტეტის სანგო 9. ბაბი 9. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ზურგის ხარი. ყველა 6-ვე 10. შემდეგი მონაწილე იშვიათი იმერლები 10, 10 და ბოლოს სოხუმარები 10. დიდი მადლობა. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბავშვებო, იმიტომ რომ ეს მართლაც ფინალის შესაფერისი თამაში იყო და მეთანხმება ამაში დარბაზი. მადლობა ყველა გუნდს. მადლობა სოხუმარებს იმისთვის, რომ ცოტა ცრემლიც მოგვადგა თვალზე, ოღონდ ეს კარგი გაგებით, რა თქმა უნდა, ძალიან კარგები ხართ ბავშვებო. მაგრები, ნიჭიერები, არ მინდა ბევრი ვილაპარაკო, უბრალოდ ვიტყვი ბათუმი, აბარა. მადლობა. მადლობა, მოკლედ ასეთი კარგი თამაშისთვის, მშვენიერი იყო, ყველას გილოცავთ, შესანიშნავი ფინალი შედგა, კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები თუ შეიძლება მათ. და ყველა იყავით მოწოდების სიმაღლეზე, ძალიან კარგად იყო ყველაფერი გაკეთებული, კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ და ჩემი ქულების გადაწყვეტილებით მე როგორც გადავწყვიტე, ყველაზე მეტი ქულა მივეცი იმ გუნდს, რომელზეც ყველაზე მეტი ხუმრობა მოვისმინეთ, თორე დანარჩენად მუსიკალურ გემოვნებით, დადგმით, ცეკვით მათ შორის ჩემგან საოცარი სანახავი იყო, თან ხო, არ ველოდებოდი და უფრო კარგი სანახავი აქედან გამომდინარე ამას ვამბობ, მაგრამ ჩემგან ყველაზე მეტი ქულა დაიმსახურა ერთმა გუნდმა, რომელსაც უფრო მეტი ხუმრობა და უფრო მეტად რო გამაცნა. ამის თქმა, ამიტომ ალბათ კარგად გამიგეთ. აბარა. ამიკო ჩოხარაზე, ისმენთ ამიკო. გამარჯობა, მოგესალმებით. მოდით ერთი ძალიან ბევრი ვარ და მე მგონი ძალიან დიდი ტაში ეკუთვნის ამ გუნდებს. უფრო მეტად ვიყვიროთ, ვიწივლოთ არაადეკვატური ხმები. აი ყველა ამ ადამიანებს დიდი მადლობა დღევანდელი არაჩვეულებრივი ფინალისთვის. ფინალი ნამდვილად შედგა. არაჩვეულებრივი და კარგები იყავით ყველანი. მაქსიმალურად ვცდილობდით ჩვენც რომ თქვენი ხუმრობები ყველაზე ახლოს და სწრაფად ჩვენ გაგვეგო და ეგრეც მოხდა. შესაბამისად შედეგს ვნახავთ ბოლოს, გავიგებთ და ყველა გუნდს სათითაოდ გეტყვით რომ ძალიან მაგრები იყავით ყველანი აბსოლუტურად. აღნიშნავ კი ბატონო, ყველას აბსოლუტურად თავისებური პლუსები ჰქონდათ და არ ვიცი მაინც რა უნდა თქვა, ჩემები ხართ, ბათუმლები ხართ და ძალიან მაგრები ხართ. ბაჭა. ჩემი აბეცაც. ალბათონებო და ბატონებო, ჩემო მაგიდის წევრებო, მოწვეულო, სტუმრებო. და როგორც თამადა ისე და მოგესალმებით პერექში უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის, ძალიან კარგი თამაში იყო. მადლობა ბავშვებო, მადლობა ბათუმს და ყველა გუნდს 10 ქულა, ყველას უღრმესი მადლობა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ზაზა ლეჟავას. ესე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რომ ამ თამაშს ასაკი არ აქვს. ზაზა უღრმესი მადლობა. კიდევ ერთხელ გამიხარდა თუ როგორ ეხმარებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდებს. მადლობა ამისთვის ბავშვებო და რა ვიცი დღევანდელი თამაში შედგა უღრმესი მადლობა დაიხარჯეთ ბოლომდე ესენას და მადლობა ამისთვის სიტყვას გადავწევ ჩემს მეგობარს უმშვენიერეს ბაბი კირკიტაძეს. ბაბი კირკიტაძე, ხო ბაბი. მადლობა ჯიმი. ფინალი რო შედგა მეთანხმებით, ხო? აბა როგორია თქვენი აპლოდისმენტები? ნამდვილად ძალიან ენერგიული, სიცოცხლით სავსე, არაჩვეულებრივები ხართ თითოეული თქვენგანი. ძალიან ბევრი ვიცინეთ, დავიმოხდეთ დადებითი ენერგიებით და ფინალი უნდა ყოფილიყო სწორედ ასეთი. სწორად ის გუნდები ხართ დღეს ფინალში, ვინც ნამდვილად იმსახურებდით აქ დგომას და ყოფნას. თუმცა უნდა ვთქვა და გამოვარჩიო დებიუტანტი გუნდი წინდევანდელ სეზონზე, ეს არის ზურგის ქარი. არაჩვეულებრივები ხართ. იმდენად კარგად ასრულებთ თქვენს როლს, რომ ათიანებსაც რო გვიწერთ, მანდაც არ გამოხატავთ ემოციებს. აბა რა, ძალიან მაგრები ხართ, ძალიან კარგები ხართ ასტამ. აპლოდისმენტები.
თუმცა ერთს გეტყვი რომ მან დგომა მირჩევნია ყველა ქულის დაწერაზე ვინერვიულე მოვკვდი. მადლობა, აღარ გაგვიცვალო ადგილი გთხოვ. მოკლედ მე მხვდა პატივი წილად ძვირფასებო რომ დავასახელო თამაშის საუკეთესო გოგონა, საუკეთესო მოთამაშე გოგონა. ნამდვილად საპატიო ჯილდოა დამერწმუნეთ და მე დარწმუნებული ვარ რომ ყველანი ვთანხმდებით იმაში რომ სეზონის საუკეთესო მოთამაშე გოგონა არის ვინ თუ არა ანჟელა გილოცა მაგარი გოგონა გილოცა ძალიან დიდი მადლობა შენი ასეთი არაჩვეულებრივი შესრულებისთვის სიტყვას გადავცემ თავისივე ღამის შოუს სახელობის წამყვანს ბატონ გიორგი გაბუნიას ბენდმა გადაცა წამყვანს კი ბატონო კი ბატონო მოგესალმებით ყველას დიდი მადლობა აბა ერთი მაგარი აპლოდისმენტები არ დავიშუროთ დარბაზი ძალიან მაგარი იყო თამაში იყო ნამდვილად კარგი ძალიან ბევრი ვიცინე ძალიან ბევრი მართლა ოღონდ და ვისიამოვნე და ჩემი აზრით ეს იყო ნამდვილად მაგარი ფინალი იმიტომ რომ არაჩვეულებრივი გუნდები იყვნენ წარმოდგენილი არაჩვეულებრივი ჟიურის წევრები არაჩვეულებრივი დარბაზი და ასტამა წამყვანად ეს საერთოდ მოკლედ ეს იყო ჩემთვის განსაკუთრებული დღე მადლობა ყველას ტრადიციულად რა თქმა უნდა ნუ ესე იგი ჩემპიონს და მეორე ადგილოსანს ბატონი ნიკა გამოაცხადებს ხო როგორც გადაწყდა და მესამესაც მაგრამ მე მხვდა წილად ბედნიერება გამოვაცხადოს საუკეთესო მოთამაშე ბიჭი ასტამ თასი ხო გვაქვს კარგია გვაქვს და მოკლედ ჟიურის გადაწყვეტილებით ესეთი ამბავი გვაქვს რომ ძალიან კარგი ახალგაზრდები წამოვიდნენ ქართულ ლიგაში. ერთი ცალია სულ. კი, არა, ვიცი, ერთი ცალია და მოკლედ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ იშვიათი იმერლებიდან ნიკას გადავცეთ საუკეთესო ბიჭი მოთამაშე, იმიტომ ოფშკვითელი, იმიტომ რომ საოცრად წარმოაჩენდა თავის ოფშკვითს და შესაბამისად ჩვენ ქუთაისას და მე მგონი დარბაზი დამეთანხმება რომ მაგარი ბიჭია ნიკა. ოფშკვითის პატრიოტი. იშვიათი იმერლები. მე ჯერ მოდით ვიტყვით მესამე კონკურსის შედეგებს. ესე იგი გუნდი სანგუ 54 ქულა, 10 ქულა 56 ქულა, იშვიათი იმერლები 57 ქულა, სოხუმარები 58 ქულა, ზურგის ქარი 60 ქულა. საბოლოო შედეგები თამაშის. გუნდი სანგუ 157 ქულა, იშვიათი იმერლები 163 ქულა, მესამე ადგილი ესე იგი სოხუმარები 167 ქულა, 10 ქულა 167 ქულა და 2025 წლის სეზონის ჩემპიონია ბათუმის გუნდი ზურგის ქარი. გილოცა და დასრულებულია მომავალ შეხვედრამდე. კარგად გაგზავნებო.